მევკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სასხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა. ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს. თბილისში დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე 1923 წლის 20 მაისს ეს სიტყვები დახვრეტის წინ გენერალმა კოტე აფხაზმა წარმოსთქვა. მე ირაკლი ალფაიძე ვარ და თქვენ უყურებთ საქართველოს გზას. 1921 წლის 24 თებერვალს საქართველოს მთავრობამ და გენერალმა გიორგი კვინიტაძემ მცხეთის მიმართულებით უკან დახევის გადაწყვეტილება მიიღეს. ხოლო უკვე 25 თებერვალს რუსეთის მე-11 არმიის ნაწილები თბილისში უბრძოლველად შემოვიდნენ. აქ ერთ საინტერესო ამბავი ხდება, როდესაც ბაქოდან სერგო ორჯონიკიძე ლენინს უგზავნის დეპეჟას და იქ წერია, რომ თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს გაუმარჯოს საბჭოთა ხელისუფლებას. თბილისის დაკავებისთანავე წითელი ჯარის ნაწილებმა აღლუმი გამართეს ქალაქის მთავარ მოედანზე. მეორე დღეს მოსახლეობამ სამგლოვიარო პროცესია მოაწყო და ძაძებში გახვეულმა ქართველმა ერმა რუსთაველის პროსპექტზე მიწას მიაბარა ქართველი იუნკერები რუსული სობოროს ეზოში. სობორო გახლდათ რუსულ ტაძარს ეძახდნენ ქართველები სობოროს და მაშინდელი გუნიბის მოედანზე იდგა, ახლა იქ საქართველოს პარლამენტის შენობა. როდესაც წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შემოვიდა, რა თქმა უნდა, ჟორდანიას და მისი მთავრობის გაჩერება თბილისში და მის სიახლოვეს საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენდა, ამიტომ ისინი ჯერ ქუთაისში ჩადიან, შემდეგ კი ბათუმში. ხოლო უკვე ისე დაიძაბა სიტუაცია, რომ მათი გაჩერება საქართველოში შეუძლებელი გახდა და 18 მარტს ამავე წლის დაიწყო ის ცნობილი საფრანგეთის პოლიტიკური ემიგრაცია. თუმცა აქ არ ყოფილა მხოლოდ საფრანგეთი, ისინი ჯერ თურქეთში ჩავიდნენ, შემდეგ სხვა ადამიანები გერმანიასა და პოლონეთში, თუმცა ამაზე სხვა გადაცემებში ვილაპარაკოთ და სხვა ვიდეოები დავუთმოთ ამ თემას. ახლა მე მინდა რომ ყურადღება გავამახვილო იმ ადამიანებზე, ვინც ადგილზე დარჩნენ საქართველოში, მათ გადაწყვიტეს, რომ საქართველოშივე უნდა ებრძოლათ ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ. 1922 წლის ზაფხულიდან შეიქმნა ანტისაბჭოთა პარტიების საერთო ორგანო, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი ეწოდა, ეგრეთ წოდებული დამკომით ვიცნობთ და მასთან არსებული სამხედრო ცენტრი. იმავე წელს ოქტომბერში საქართველოში დაბრუნდა ემიგრირებული მთავრობის წევრი ნოე ხომერიკი, რომელმაც მოაწესრიგა და გააქტიურა დამკომის მუშაობა. ასევე აზერბაიჯანელ და ჩრდილოკავკასიელ ანტისაბჭოთა პირებთან ერთად საერთო ფრონტით, თუმცა ჩეკას მიერ სხვადასხვა პირების დაპატიმრების გამო ეს კავშირი სამწუხაროდ გაწყდა. 1923 წელს ნოე ხომერიკიც დააპატიმრა ჩეკამ, მაშინ ასეთი ტექსტი გაავრცელა სპეცსამსახურებმა, რომ თუ ზუსტად მახსოვს, რომ დავაკავეთ ადამიანი, რომელიც ქმნიდა ბანდ ფორმირებებს, ის იყო მენშევიკური იდეოლოგიის ერთ-ერთი ბელადი და პოლკოვნიკ ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამზრახველი, დაახლოებით ესეთ შინაარსის ტექსტი იყო. თუმცა ნოე ხომერიკთან ერთად მალევე დააკავეს კიდევ ერთი კაცი საფრანგეთიდან დაბრუნებული, სხვა შორის ის გახლდათ ბენია ჩხიკვიშვილზე ვსაუბრობ, ის გახლდათ დედაქალაქის პირველი დემოკრატიულად არჩეული მერი და მიუხედავად იმისა, რომ ის არ ეთანხმებოდა აგვისტოს აჯანყებას და მას სხვა მოსაზრებები ჰქონდა, ასევე აწუხებდა ძალიან მძიმე დაავადებები, მან მაინც შეძლო არალეგალური გზით საქართველოში ჩამოვიდა, რომ მისი წვლილი შეეტანა 1924 წლის აჯანყების მომზადებაში, თუმცა ის და რამდენიმე კაცი მაშინ ნოე ხომერიკთან ერთად დააკავეს. სხვა შორის ბენია ჩხიკვიშვილზე მინდა რამდენიმე სიტყვა რომ გითხრათ. ამ კაცს ძალიან ენდობოდნენ ემიგრაციის წევრები. ეს იქიდან ჩანს, რომ ის ლევილის მამული, რომელიც შეძენილი იქნა საქართველოს მთავრობისთვის, მის სახელზე იყო გაფორმებული საფრანგეთში და სხვა შორის თავი რომ შეენახათ, ეს კაცი მუშაობდა მღებავად, აქვს ნამუშევარი ასევე მძღოლად და სხვა სამუშაოებს ასრულებდა. მოკლედ, ესე ძალიან მებრძოლი, შეუპოვარი კაცი გახლდათ და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაბრუნებულიყო საქართველოში და ადგილზე ჩართულიყო პროცესებში. როდესაც ნოე ხომერიკთან ერთად ბენია ჩხიკვიშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ეს უკვე აღნიშნეთ, ისინი ძალიან ცნობილი ეტაპის მონაწილეები არიან სუსტალის პოლიტიზოლატორიდან
გადაიყვანეს და დახვრიტეს სადღაც რუსეთის ტერიტორიაზე, სამწუხაროდ მათი საფლავის მდებარეობა დღემდე უცნობი და გაურკვეველია. სხვა შორის სრულიად საფუძვლიანი მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანები როგორებიც იყვნენ ხომერიკი, ჩხიკვიშვილი და მათი თანამოაზრენი საბჭოთა ხელისუფლებამ სპეციალურად ჩამოიტყუა საქართველოში. რადგან ესეთი ადამიანები მათთვის საშიშროებას წარმოადგენდნენ, ვინაიდან და რადგანაც ისინი ძალიან რადიკალური პოზიციით გამოირჩეოდნენ საბჭოთა ხელისუფლების მიმართ და როგორც ჩანს ეს ხალხი პირველად საფრთხედ მიაჩნდათ მათ. როგორც ჩანს საბჭოთა სპეცსამსახურები სრულიად აკონტროლებდნენ აგვისტოს აჯანყების მთელ პროცესს, აჯანყების დაგეგმვიდან დაწყებული 28-29 აგვისტოს გამოსვლებით დასრულებული. ისინი ეტაპობრივად ანადგურებდნენ ქართველ პატრიოტებს. ჯერ 1922 წელს, 23 შემდეგ 24 წელს და უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლშევიკების სპეცსამსახურებმა რამდენიმესვლიანი ოპერატიული კომბინაციების ჩატარებით შეძლეს პირველ ეტაპზე ფარულად მოქმედი დამოუკიდებლობის კომიტეტის, ეგრეთ წოდებული დამკომის და სამხედრო ცენტრის შემადგენლობის დადგენა და განადგურება. აი ამ ლიდერების განადგურების შემდეგ, ფიზიკური განადგურების შემდეგ უკვე ბოლშევიკები მიადგნენ დამკომის რიგით წევრებსაც, ზოგიერთი მათგანი ასევე დახვრიტეს, ზოგიერთი მათგანი გააციმბირეს, გაასახლეს და ზოგიერთი მათგანი კი შემოირიგეს კიდეც. და ისინი ლოიალურები გახდნენ საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, თუმცა არც ეს ხალხი დარჩენილა დაუჩელი, მოგვიანებით 1927-28 წლების რეპრესიებში ეს ხალხიც მოყვა, ასე რომ ეს იყო მხოლოდ დროებით შემორიგებული ხალხის ნაწილი. ისევ ამ აგენტურის ქსელს რომ დაუბრუნდეთ, სხვა შორის ძალიან საინტერესო წერილი არსებობს, სადაც ნოე რამიშვილი 1924 წლის 4 თებერვალს წერილს თურქეთიდან საფრანგეთში აგზავნის და ის წერს, რომ ბოლშევიკებმა აქ შექმნეს ჯაშუშთა ძლიერი ორგანიზაცია და კოლონიიდან ყველაფერს იგებენ. აქედან გამომდინარე ვიგებთ, რომ ემიგრირებულ მთავრობას ჰქონდა ინფორმაცია, რომ მათ რიგებში ყოველფეხის ნაბიჯზე იყვნენ აგენტები. ცნობილია ისიც, რომ ლავრენტი ბერიას პირად მიზანს წარმოადგენდა, რომ რაც შეიძლება მეტი ჯავში ყოლოდა საბჭოთა ემიგრაციაში. ასევე ძალიან ცნობილი ამბავი ისიც არის, რომ ნოე ჟორდანიას, სპირიდონ კედიას და სხვა ლიდერებს პირადი ჯავშებიც ყავდათ მიმაგრებული. მაგალითად იყო ასეთი კაცი, სახელად შალვა ბერიაშვილი, რომელიც ძალიან პატრიოტ კაცად ითვლებოდა, ახალგაზრდა კაცი, ჩართული სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში, მან ასევე მონაწილეობა 1924 წლის სამხედრო აჯანყებაშიც მიიღო და შემდეგ წავიდა ემიგრაციაში და ეს კაცი გახლდათ, ასევე უნდა აღვნიშნოთ, ნათესაურ კავშირში და საკმაოდ ახლო ნოე რამიშვილთან, საქართველოს პირველ პრემიერ-მინისტრთან, ის გახლდათ მისი დიშვილი და საკმაოდ დიდი ნდობით სარგებლობდა პოლიტიკურ ემიგრაციაში. და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ის პირველად ბიძამისთან იყო მიმაგრებული საბჭოთა სპეცსამსახურების დავალებით და შემდეგ უკვე ნოე ჟორდანიასთან. ნოე ჟორდანია მას ძალიან ენდობოდა ემიგრაციის წასვლის შემდეგ ის რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში არალეგალური გზით და ყოველთვის ახერხებდა მშვიდობით დაბრუნებას, მაგრამ კონკრეტულად როდის მოხდა ამ კაცის გადაბირება, ეს სამწუხაროდ უცნობია. ზოგადად ისიც უნდა ვთქვათ, რომ ემიგრაციაში ქართველთა დაპირისპირება უცხო არ ყოფილა. ჩვენ წინა ეპიზოდში ვახსენეთ მაგალითად ვეშაპელი და ბევრი ადამიანი იყო, ვთქვათ, არა მარტო გადაბირებული ხალხი, არამედ პატრიოტები, რომლებსაც სხვადასხვა მოსაზრებები გააჩნდათ და ეს კინკლაობა ემიგრაციაშიც ფაქტიურად იყო ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი. ქართველი ემიგრანტების ერთმანეთში დაპირისპირება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელს საბჭოთა ხელისუფლებას და სპეცსამსახურებს აძლევდა. ერთი ძალიან სამარცხვინო ფაქტი, რომელიც 1930 წლის 7 დეკემბერს პარიზში მოხდა, როცა ნოე რამიშვილი საქართველოს პირველი პრემიერი და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი ქუჩაში გადაადგილდებოდა და ის სწორედ ქართველის ხელით, ვინმე პარმენ ჭანუყვაძის ხელით იქნა მოკლული და
ეს ყველაფერი რაღაც პირად შურიძიებას დაბრალდა, თუმცა რასაკვირველია ამ ყველაფრის უკან რუსული სპეცსამსახურების კვალი იკვეთება. ჩვენ დასაწყისში დამკომის კიდევ ერთი დახვრეტილი წევრი გენერალი კოტე აფხაზი ვახსენეთ, მასეც მინდა რამდენიმე სიტყვა გითხრათ. ის გახლდათ სხვა შორის ილია ჭავჭავაძის დისშვილი. მას დიდი ღვაწლი აქვს ივან ჯავახიშვილთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება ჩამოყალიბებაში. ასევე შეუფასებელია მისი ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვებაში და ძალიან ეროვნული კაცი გახლდათ, როგორც დასაწყისში გითხარით, ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც იმის მიუხედავად, რომ შეეძლო საქართველოს დატოვება, ამაზე უარი განაცხადა. 1919-ში კონსტანტინე აფხაზმა აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ კანონის შემუშავებაში, რომელიც დამტკიცებული იქნა დამფუძნებელი კრების მიერ 19 წლის ივლისში უკვე. აღსანიშნავია, რომ გამოჩენილ სამხედრო მოღვაწეებთან გიორგი კვინიტაძესთან და გენერალ გიორგი მაზნიაშვილთან ერთად მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული ეროვნული არმიის ზოგადად შექმნა და ჩამოყალიბებაში. 1922 წელს მისი და ქაკუცა ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა ის ცნობილი ხევსურეთის აჯანყება, რომელზეც ჩვენ ასევე დასაწყისში უკვე ვისაუბრეთ. მიუხედავად დამარცხებისა, საგრძნობის ზიანი მიაყენეს მათ რუსულ საოკუპაციო არმიას. 1923 წლის 20 მაისს ვაკის პარკის, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე საქართველოს ჰიმნი დიდება ისმოდა და სწორედ ამ სიმღერის ფონზე მიმდინარეობდა 15 პატრიოტი ქართველის დახვრეტა. კოტე აფხაზის გვერდით ასევე იდგა ძალიან საინტერესო კაცი გენერალი ვარდენ წულუკიძე, რომელმაც შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა. სიკვდილით ვერ შეგვაშინებთ. ჩვენი სიკვდილი საქართველოს განთავისუფლების თამდებია. იგი გაასალკლდევებს ერის სიმტკიცეს. ერთიასად განამრავლებს მებრძოლთ. 1923 წლის მიწურულს ქაშვეთის ეკლესიაში შემაძრწუნებელი სიჩუმე იდგა. მყუდროებას მხოლოდ ეკლესიის ზარების ხმა არ ღვევდა. იქ იყვნენ უხმოდ შავებში შემოსილი გლოვიარე დედები, ქალები და შეკრებილი საზოგადოება. მაშინდელმა დეკანოზმა, შემდეგ კი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა კალისტრატე ცინცაძემ პანაშვიდი 20 ივნის გმირულად დაღუპულებს გადაუხადა. და ბოლოს მინდა კოლაუ ნადირაძის ლექსით დავასრულოთ. თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით, შემოდიოდა სიკვდილით სელით, თოვდა და თბილის ებურა თალხი, სტუმდა სიონი და სტუმდა ხალხი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და თუ ჩვენი ვიდეოები მოგწონთ, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.